ის რომ ვიღაცა გაიტაცეს, ის რომ საზღვარი გადმოწიეს კიდე ეს მცოცავი ოკუპაცია კილომეტრები ვიცით რომ არ გაჩერებულან, ხო? დღემდე არ ჩერდება ეს. იმ ადამიანების ყოფით პრობლემები. არ ჩერდება ეს არც მცოცავი ოკუპაცია და არც ადამიანების გატაცებები და ის ადამიანები, რომლებიც აი ამ ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა ცხოვრობენ, რა ვიცი, როგორ არიან საერთოდ რითი საზრდოობენ და რას აკეთებენ, ისინი ჩვენ არაფერი არ ვიცით, რომ არა თრიალეთი. ეს ადამიანები საერთოდ მოწყდებიან ყველანაირ, ასე ვთქვათ, ადამიანთა არსებობას. ამ ადამიანებს უბრალოდ არ ეცოდინებათ, რომ ისინი არსებობენ. და არა მარტო საოკუპაციო პრობლემები, ქალაქში და პრობლემები არ გვეცოდინება, როგორი ხარჯება ბიუჯეტი ის არ გვეცოდინება, კი მესმის რომ საერთოდ თრიალეთს გორის ადგილობრივი ხელისუფლება არც კი იკარებს და არც კი ახედებს არანაირ ინფორმაციას. ღონისძიების შესახებაც არ ვიცით, მივლენ თვითონ გადაიღებენ ფოტოებს, რომ ჩვენ არ დავსვათ შესაბამისად მათთვის არასასურველი კითხვები და ეს კითხვები მოდის პრობლემებიდან რაც აქვთ მოსახლეობას ჩვენ მხოლოდ ამ კითხვებს ვუსვამთ. მაგრამ უამრავი კითხვა გვაქვს ხო ჟურნალისტებს. ჩვენ არ ვიცით მათ ადგილმდებარეობის შესახებ ხომ მერიის კარი რო ჩაკეტილია ზოგადად. ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არ იკარებს თრიალეთს, იმიტომ რომ იცის რომ კრიტიკული აზრს და კრიტიკულ შეკითხვას მოისმენს, მაგრამ ხალხისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ელემენტარული საკრებულოს ხდომაზე რა მოხდა ის რო გავიგოთ, შეიძლება გავიგოთ თრიალეთიდან, ხო? ესეც კი არ ეცოდინება ხალხს, აი მაგალითად რა კანონი დაამტკიცა საკრებულოს წევრებმა. რა ვიცი, როგორ უნდა დაიხარჯოს ადამიანების ბიუჯეტი, ხო? ის ბიუჯეტი, რომელიც საერთოდ ხალხამდე არ მიდის. ისიც კი არ იცის გორის მოსახლეობამ რამდენია გორის ბიუჯეტი. და რაში ხარჯავს საერთოდ და ეს პრობლემები და ეს შეკითხვები, ეს აზრები, კრიტიკული აზრები, თუნდაც ის რომ სადმედის ბიუჯეტის ფული, აი ამას რომ დაусმევს თრიალეთის ჟურნალისტი გორის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გორის მერს, რა თქმა უნდა ეს მათთვის არის პრობლემა. იმიტომ რომ რა ვიცი ხა საერთოდ არ აღელვებთ მათი ასე ვთქვათ ის აზრი რომ ადამიანი რას ფიქრობს გორის ბიუჯეტზე, ეს ჩვეულებრივ ადამიანს ეს საერთოდ არც უნდა აინტერესებდეს მათი გადასახედიდან. რეალურად აი ამ აზრებს, აი ამ შეკითხვებს საერთოდ სხვა რეალობა დადგება. ის რეალობა დადგება, რომ ხო მართლა ადამიანებშიც კი აღარ გაჩნდება კრიტიკული შეკითხვა. და ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანი არის მოაზროვნე არსება და მას ჭირდება როგორც კრიტიკული აზროვნება, ისე შავისა და თეთრის გარჩევა და თუ ეს რაღაც საინფორმაციო წყარო აღარ ექნება, მისთვის ეს ძალიან რთული იქნება ნებისმიერი შიდა ქართლში მცხოვრები ადამიანისთვის.